2002 წლის 21 მარტს 13 წლის მილი დოულერი, რომელიც ამანდა დოულერის სახელითაც არის ცნობილი, გაუჩინარდა. დაახლოებით შუადღის 3 საათზე ის სკოლიდან გამოსვლის შემდეგ მეგობართან ერთად რკინიგზის სადგურთან მივიდა. შემდეგ სადგურ უეიბრიჯიდან მატარებლით მომდევნო გაჩერება უოლტონ ტემსამდე იმგზავრა, რათა მეგობართან ერთად სადგურზე კაფეში ესადილა. დაახლოებით 4:45 წუთზე მან მამას დაურეკა და უთხრა, რომ 9 საათში სახლში იქნებოდა. გოგონები კაფედან საღამოს 5 საათზე გავიდნენ. მილის შემდეგ მეგობარს დაშორდა და ფეხით სახლისკენ მარტო წავიდა. 5 წუთის შემდეგ ის ბოლოჯერ დაინახეს სადგურის გამზირზე სეირნობისას. მილი მისიდის მეგობარმა შეამჩნია, რომელიც გაჩერებაზე ავტობუსს ელოდებოდა. იმ საღამოს დაახლოებით 7 საათზე მშობლებმა პოლიციას შეატყობინეს მისი გაუჩინარების შესახებ. დაიწყო ფართო ძებნა, რომელშიც 100-ზე მეტი პოლიციელი იყო ჩართული. პასუხი გაუჩინარებიდან 6 თვის შემდეგ 2002 წლის 18 სექტემბერს მოიძებნა. მისი შიშველი სხეული სოკოს მკრეფავებმა იპოვეს ტყეში გაუჩინარების ადგილიდან დაახლოებით 40 წუთის სავალზე. სხეულის დაშლის გამო სიკვდილის ზუსტი მიზეზი დაუდგენელი დარჩა, თუმცა მკვლელობა დადასტურდა. პოლიცია ამ საქმეში თავიდან ოჯახის წევრების გარკვეულ ყვალს ხედავდა, მაგრამ ისინი სწრაფად გაათავისუფლეს სამეჭვისგან. მილი დოულერის ცხედრის პოვნიდან 5 თვის შემდეგ 2003 წლის 5 თებერვალს 19 წლის სტუდენტს მარშა ლუიზ მაკდონელს თავს დაესხნენ. ის მეგობრებთან ერთად კინოში დროის გატარების შემდეგ ხამით 111 ნომერი ავტობუსით სახლში ბრუნდებოდა. ის ავტობუსიდან პერსი როუდზე ჩამოვიდა და საცხოვრებელ ქუჩას ფეხით გაუყვა. ამ დროს კი ვიღაც უკნიდან მიეპარა და თავში ჩაქუჩი ჩაარტყა. მეზობლებმა ყვირილი გაიგეს, მაგრამ თავდამსხმელი გაქრა. მარშა მაკდონელი მეორე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. 15 თვის შემდეგ 2004 წლის 28 მაისს ისევ მოხდა თავდასხმის მცდელობა. 18 წლის ქეით შიდის ავტობუსიდან ჩამოსვლისთანავე ავტომობილმა გადაუარა. ის აილუორდში ინდუსტრიული ზონის შესასვლელთან ახლოს გზას კვეთდა, როდესაც მანქანა დაეჯახა. ბოლოს მან შენიშნა, რომ მანქანის ძრავა ჩართული იყო, მაგრამ მანქანის შიდა და გარე განათება გამორთული იყო. მანქანა მას დაეჯახა, ჰაერში ააგდო, შემდეგ კი ზედ გადაუარა. ქეითმა სერიოზული დაზიანებები მიიღო, მაგრამ ის გადარჩა და რამდენიმე კვირა საავადმყოფოში გაატარა. მან შეძლო პოლიციისთვის ინფორმაციის გადაცემა. მანქანა იყო თეთრი ფერის სამგზავრო მინივენი დაბურული ფანჯრებით. ქუჩის გარე კამერებმა დააფიქსირეს, რომ ეს მანქანა მანამდე ავტობუსს მიხვდებოდა, რომლითაც ქეითი მგზავრობდა. 2004 წლის 19 აგვისტოს 22 წლის ფრანგ სტუდენტს ემილი დელგრანჟს თავს დაესხნენ, რომელიც ლონდონში ბოლო 2 წელი ცხოვრობდა და მუშაობდა. ემილი ქუჩაში უგონო მდგომარეობაში იპოვეს, ის რამდენიმე საათში საავადმყოფოში გარდაიცვალა. იმ საღამოს ემილი ავტობუსით მგზავრობდა, რა დროსაც თავის გაჩერებას გაუცნობიერებლად გასცდა. ავტობუსიდან ჩამოსვლის შემდეგ კი თვიკენჰემ გრინზე გზის შესამოკლებლად გადაუხვია. კამერებში ჩანს, რომ მან შეანელა ნაბიჯი დაახლოებით იმ დროს, როდესაც მკვლელმა მას თავისი მანქანით გვერდით ჩაუარა. სავარაუდოდ ის ემილის გამოელაპარაკა, რამდენიმე წუთში კი თავს დაესხა და თავში ჩაქუჩის ჩარტყმით სასიკვდილოდ დაჭრა. წინა გამოძიებებისგან განსხვავებით, სადაც პოლიციას მცირე ინფორმაცია ჰქონდა, ახლა მათ დაიწყეს მსგავსი თავდასხმების კავშირების ძებნა. მათ აღმოაჩინეს, რომ მარშა მაკდონელისა და ემილი დელგრანჟის მკვლელობისას, ისევე როგორც ქეით შიდზე თავდასხმისას, მსხვერპლთა ავტობუსებს უკან საეჭვო მანქანა მიჰყვებოდა. პოლიციამ საზოგადოებას მიმართა ინფორმაციისთვის და მიიღო მრავალი სახელი. მათ შორის სამივე თავდასხმასთან დაკავშირებული იყო მანქანები, რომელიც მიბმული იყო ერთ მამაკაცთან, ლევი ბელფილდთან. გამოვლინდა კიდევ ერთი მსხვერპლი, ანა მარია რენი 2001 წლის 14 ოქტომბერს ტვიკენჰემში 17 წლის ანა მარია შეყვარებულთან კამათის შემდეგ სასეირნოდ გავიდა. მას უცნობი მამაკაცი მიუახლოვდა, გამოელაპარაკა და სახლში წაყვანა შესთავაზა. როდესაც მან უარი უთხრა, მამაკაცი აგრესიული გახდა, ხელი პირზე ააფარა და ძალით ცდილობდა მანქანაში გოგონას ჩატენვას, თუმცა ანამ გაქცევა მოახერხა. ამ შემთხვევიდან 4 წლის შემდეგ მან ბელფილდი ამოიცნო ვიდეო იდენტიფიკაციის პროცედურისას.
ლევი ბელფილდის ყოფილი შეყვარებული პოლიციას დაუკავშირდა და თქვა, რომ შესაძლოა მისი შეყვარებული ემილი დელგრანჟის სიკვდილზე პასუხისმგებელი ყოფილიყო. სამართალდამცველებმა ბელფილდი მეთვალყურეობის ქვეშ აიყვანეს. რამდენიმე დღის შემდეგ პოლიციამ დაინახა, თუ როგორ აჩერებდა ბელფილდი ქუჩაში მანქანას და ესაუბრებოდა ახალგაზრდა გოგოებს სასკოლო ფორმებში, რის შემდეგაც ის სწრაფად დააკავეს. ლევი ბელფილდი, დაბადების სახელი ლევი რაბეტსი, დაიბადა 1968 წელს. ის დაიბადა აილუორდში, დასავლეთ ლონდონში, ჯინ და ჯოზეფ რაბეტსების ოჯახში და ბოშური წარმოშობისაა. როდესაც ლევი მხოლოდ 8 წლის იყო, მამა გულის შეტევით გარდაეცვალა. მას ჰყავდა 2 ძმა და 1 და ასევე რამდენიმე ნახევარ-ძმა და ნახევარ-და. ისინი დედამ, ოჯახის მატრიარქმა, აღზარდა დასავლეთ ლონდონის ერთ-ერთ დასახლებაში. დედა თავად იყო ამპარტავანი და ამაყი ქალი, რომელმაც ეს თვისებები ლევის გადასცა, რამაც მასში ღრმად ჩანერგა რწმენა, რომ სხვებზე აღმატებული იყო. მისი ამპარტავნება კი ასაკთან ერთად მხოლოდ იზრდებოდა. მეზობლები მას აღწერდნენ როგორც სასიამოვნო და ღრმად მოსაუბრე ბიჭს, მაგრამ მონსტრების უმეტესობის მსგავსად, მისი ნამდვილი სახე ახალგაზრდულ წლებშიც საშიში ჩანდა. ის მეზობლებს წარცვავდა, ან თუ გააბრაზებდნენ, ბაღს უნადგურებდა და ყველას აშინებდა. მას ჰქონდა განწყობის სწრაფი და უეცარი ცვალებადობა. ბავშვობაში პატარა იყო, მაგრამ მოზარდობისას დაიწყო წონების აწევა და სტეროიდების მიღება. ის პოლიციის ყურადღების ცენტრში ჯერ კიდევ თინეიჯერობის წლებში მოექცა. მისი პირველი ნასამართლეობა 1991 წელს ბინის ძარცვისთვის იყო, 1990 წელს კი პოლიციელზე თავდასხმისთვის იქნა მსჯავრდებული. ლევის ასევე ჰქონდა მსჯავრდებები ქურდობისა და საგზაო მოძრაობის წესების დარღვევისთვის. ის დააკავეს ავტომობილის ქურდობის, იარაღის უკანონო ტარებისა და საკრედიტო ბარათების თაღლითობისთვის. სკოლა 16 წლის ასაკში მიატოვა და დასავლეთ ლონდონის მასშტაბით ღამის კლუბების დაცვის თანამშრომელი გახდა. მიჩნეულია, რომ ღამის კლუბის დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე ყოფნისას, ლევი ბელფილდი იყენებდა თავის ინტელექტს და მომხიბვლელობას ქალების მისაზიდად. ცნობილია, რომ მას ჰქონდა ცალკე ბინა, რომელიც მხოლოდ იმ მიზანს ემსახურებოდა, რომ ინტოქსიკაციის მდგომარეობაში მყოფი გოგონები მieყვანა, რომლებსაც ნარკოტიკებით აბრუებდა, რათა შემდეგ გაიუპატიურებინა. ყოფილმა მეგობარმა ერთხელ ლევი გარეულ ცხოველად მოიხსენია, მას შემდეგ, რაც ბელფილდმა შესთავაზა, შეერთებოდა ახალგაზრდა ქალებთან პაემანზე და მასთან ერთად მონაწილეობა მიეღო შემდგომ გაუპატიურების მცდელობაში. რეალურად რამდენი ქალი გააბრუა, თავს დაესხა, შეურაცხო და გააუპატიურა ამ კაცმა დღემდე უცნობია. ის აქტიურად ნადირობდა მსხვერპლებზე, მიზანმიმართულად ირჩევდა ქერა ქალებს, რომელთა მიმართაც, როგორც ჩანს, განსაკუთრებული სიძულვილი ჰქონდა. მედიასთან ინტერვიუში დეტექტივმა მთავარმა ინსპექტორმა კოლინ სატომმა, რომელიც მკვლელობების გამოძიებას ხელმძღვანელობდა, ის დეტალურად აღწერა, როდესაც მასთან ურთიერთობა დავიწყეთ, ის ძალიან ხალისიანი იყო, ისე იქცეოდა თითქოს შენი საუკეთესო მეგობარი იყო. მაგრამ ის არის წპიერი მოძალადე პიროვნება, რომელსაც შეუძლია წამიერად გადაერთოს კარგიდან ბოროტზე. დეტექტივებმა მიაკვლიეს ლევის რამდენიმე ყოფილ შეყვარებულს, რომლებმაც ურთიერთობაში ერთნაირი ქცევის სტილით აღწერეს ბელფილდის მათთან დამოკიდებულება. ლევი თავიდან საყვარელი იყო, მომხიბვლელი, შემდეგ კი სრულიად მაკონტროლებელი და ბოროტი ხდებოდა. ურთიერთობის დაწყებიდან რამდენიმე კვირაში ის შეყვარებულს მობილურ ტელეფონს ართმევდა და უცვლიდა ისეთში, რომელშიც მხოლოდ მისი ნომერი იყო, შემდეგ კი ეუბნებოდა, რომ ეს ერთადერთი ნომერი იყო, რაც დასჭირდებოდა. ის შეყვარებულებს უკრძალავდა მეგობრების, მშობლების ნახვას და მისი ნებართვის გარეშე სადმე გასვლას. ის მუდმივად ურეკავდა, რათა შეემოწმებინა, რას აკეთებდა შეყვარებული გოგონა იმ დროს. ბელფილდი უკიდურესად მოძალადე იყო თავისი პარტნიორების მიმართ. ის სცემდა მათ, იატაკზე აძინებდა და აიძულებდა საკვები ჯერ თავად გაესინჯათ, რადგან ფიქრობდა, რომ ისინი მას წამლავდნენ. ერთ-ერთმა ყოფილმა შეყვარებულმა თქვა, რომ კამათის შემდეგ ლევი ერთხელ მას უთხრა დამჯდარიყო სამზარეულოში ტაბურეტზე და არ განძრეულიყო. მან დაიძინა, ქალი კი მთელი ღამე იქ იჯდა. დეტექტივმა სერჟანტმა ბრანტმა თქვა, ჩვენ ვკითხეთ, რა უნდა ეკნა თუ ტუალეტში წასვლა მოუნდებოდა და გოგონამ გვიპასუხა, რომ ერჩივნა ჩაესველებინა, ვიდრე იმ ტაბურეტიდან განძრეულიყო. ეს მკაფიოდ აჩვენებს, თუ როგორ ეშინოდათ ლევისთან ურთიერთობაში მყოფ ქალებს მისი. ლევი ბელფილდის ურთიერთობა საკუთარ დედასთან სრულიად განსხვავებული ამბავი იყო. ლევი დედას ეთაყვანებოდა, დედა კი თვლიდა, რომ მის ვაჟკანონი უსამართლოდ ედავებოდა და რომ ლევი უდანაშაულო იყო ყველა ბრალდებაში.
ის 91 წლის ასაკში 2017 წლის 10 დეკემბერს გარდაიცვალა, მას ბოლომდე სჯეროდა რა, რომ მის შვილს არაფერი დაუშავებია. თავდასხმების დროს ლევი ფლობდა ავტომობილის ბორბლების დაჭერის და ბუქსირების ბიზნესს, რომელიც ლონდონის დასავლეთ გარეუბნებში ჰქონდა. ამ საქმით ის ზოგჯერ კარგად გამოიმუშავებდა და მოგვიანებით ოლდ ბეილიში ცენტრალური კრიმინალური სასამართლოს შენობაში ჩვენების მიცემისას, მან ნაფიც მსაჯულებს აუხსნა თუ როგორ უნდა ყოფილიყვნენ წარმატებულები ამ ბიზნესში. პოლიციის ოფიცრებს მხოლოდ ვარაუდების გამოთქმა შეეძლოთ მის მოტივაციაზე, რადგან ლევი ბელფილდი ბოლომდე თავს უდანაშაულოდ მიიჩნევდა. დეტექტივი სატონი ხსნის თავის თეორიას ლევი ბელფილდის შესახებ და ამბობს, მას მასიური ეგო აქვს გამოსაკვები. ის დადის თავისი მანქანით, გრძნობს თავს რაღაცნაირად განსაკუთრებულად და ამ დროს ხედავს ახალგაზრდა ქერა გოგონას ქუჩაში. ახალგაზრდა ქერა გოგონა ეუბნება, წადი და ის ფიქრობს, შენ ბედა უარი უთხრა ლევი ბელფილდს, შენ არაფრად ღირ ხარ და შემდეგ მას თავს უტეხავს. ლევი ბელფილდს საკუთარი თავი ქალებისთვის ღვთის საჩუქრად მიაჩნდა. ის მოგვიანებით აცხადებდა, რომ შემთხვევითი არ ყოფილა ყველა მისი მსხვერპლი მსგავსი გარეგნობის რატომ იყო. მისმა ბოლო შეყვარებულმა ემა მილსმა პოლიციას განუცხადა, რომ ბელფილდი ყოველთვის პატარა ქერა დიდი მკერდის მქონე გოგონებს დასდევდა. ერთხელ მისმა პარტნიორმა ქალმა თქვა, რომ მან იპოვა ჟურნალი ლევის სახლში, სადაც ყველა ქერათმიანი ქალის სახე გადახაზული იყო. ის ქერებს ბილდს მეძავებს უწოდებდა. ლევი ბელფილდი 4ჯერ იყო დაქორწინებული, მას 11 შვილი ჰყავდა 5 სხვადასხვა ქალთან. 2004 წლის 20 ნოემბერს ლევი ბელფილდი დააპატიმრეს. 2006 წლის მარტში მას ოფიციალურად წაუყენეს ბრალი, ემილი დელგრანჟისა და მარშა მაკდონელის მკვლელობისა და ქეით შიდის მკვლელობის მცდელობისთვის. მას ბრალი ასევე წაუყენეს 39 წლის ირმა დრაგოშის მკვლელობის მცდელობისთვის. პროკურორების თქმით, ირმას თავს დაესხნენ ჩაქუჩით, როდესაც ის ავტობუსის გაჩერებაზე ტელეფონზე ესაუბრებოდა ქმარს, თუმცა ირმას არაფერი ახსოვდა. დაკავებამდე მის წინააღმდეგ 27 ცალკეული გამოძიება მიმდინარეობდა გაუპატიურების, თაღლითობის, ქურდობისა და ძალადობის გამო და ის ამ ყველაფერს უარყოფდა. 2008 წელს ლევი ბელფილდი დამნაშავედ ცნეს ემილი დელგრანჟისა და მარშა მაკდონელის მკვლელობაში, ასევე ქეით შიდის მკვლელობის მცდელობაში. ირმა დრაგოშის საქმეზე ნაფიცმა მსაჯულებმა ვერ მიიღეს გადაწყვეტილება. მას მიესაჯა სამუდამო პატიმრობა უპირობო გათავისუფლების გარეშე. 13 წლის მილი დოულერის საქმის გამოძიება გაგრძელდა. როდესაც გაირკვა, რომ ბელფილდი 2002 წელს იმ მხარეში ცხოვრობდა, სადაც მილი, ის ძირითადი ეჭვმიტანილი გახდა. სახლი, რომელიც მილის გაუჩინარების ადგილიდან ძალიან ახლოს მდებარეობს, იმ დროს ლევი და მისი შეყვარებული ცხოვრობდნენ, რომელიც მათი მეგობრის იყო. პოლიცია ეძებდა წითელ დეივ ნექსიას ფირმის მანქანას, რომელიც მილის ბოლო ნახვის ადგილიდან დაახლოებით 9 საათის შემდეგ დააფიქსირეს კამერებმა. პოლიცია თვლიდა, რომ ამ მანქანით გადაიტანეს მილის ცხედარი, ის ლევი ბელფილდის შეყვარებულს ეკუთვნოდა და მკვლელობის დღეს მანქანას თავად ლევი მართავდა, თუმცა მანქანა ნაპოვნი ვერ იქნა. პოლიციის დაკითხვაზე ბელფილდი დუმილის უფლებას იყენებდა და არცერთ კითხვას არ პასუხობდა. ბრალმდებლები თვლიდნენ, რომ მან მილი თავის შეყვარებულის მანქანაში შეიტყუა. მკვლელობის საღამოს, როდესაც ლევი და მისი შეყვარებული ემა მეგობრის სახლში იმყოფებოდნენ, ლევის სინდისის ქენჯნა არ ეტყობოდა. თუმცა ღამის 3 საათზე თქვა, რომ ვერ იძინებდა და უნდოდა საკუთარ ბინაში დაბრუნება, სადაც სავარაუდოდ მილის ცხედარი ჰქონდა დამალული. მეორე დღეს, როდესაც ემა მასთან ბინაში მივიდა, გაოცდა, როცა ლევი საწოლის თეთრეულს ცვლიდა. როდესაც ქალმა მიზეზი ჰკითხა, ბელფილდმა თქვა, რომ საწოლი ძაღლმა დააბინძურა. 2000 წელს ბელფილდს მილის გატაცებასა და მკვლელობაში ბრალი წაუყენეს, ხოლო 2011 წელს ის დამნაშავედ ცნეს და მას კიდევ ერთი სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს, რეკომენდაციით, რომ ის არასოდეს უნდა გათავისუფლდეს. 2016 წლის 27 იანვარს სამხრეთ ინგლისის საგრაფოს სურეის პოლიციამ გამოაცხადა, რომ ბელფილდმა აღიარა მილი დაულერის გატაცება, გაუპატიურება და მკვლელობა. თუმცა მოგვიანებით ბელფილდმა შეცვალა თავისი ნათქვამი და უარყო დაულერის მკვლელობის აღიარება. ხალხის ზოგადი აზრით, ლევი ბელფილდს მრავალი დანაშაული აქვს ჩადენილი, რისთვისაც ბრალი არ წაუყენებიათ.
ყოფილმა დეტექტივ ინსპექტორმა კოლინ სატონმა განაცხადა, ჩვენ შევისწავლეთ ათეული დანაშაული დასავლეთ ლონდონში და ვერ შევძელით ლევი ბელფილდის გამორიცხვა ვერცერთი მათგანიდან. მეშინია, რომ ჩვენ ლევი ბელფილდის დანაშაულების მხოლოდ ზედაპირს შევეხეთ. მან ბელფილდი აღწერა, როგორც თავის თავზე დიდი წარმოდგენის მქონე ნარცისი ადამიანი, რომელიც ავლენდა სრულ ამპარტავნებას და ეგოიზმს გარშემო. პოლიციის შენობაში დაკითხვის დროს ხშირად აბრუნებდა სკამს კედლისკენ და ზედ ზურგით წვებოდა, ფეხები კი კედელზე ედო. ის იყო ადამიანი, რომელიც ზუსტად იმას აკეთებდა, რაც სურდა და არ აინტერესებდა, რა შედეგები მოჰყვებოდა ამას სხვა ადამიანებისთვის. ის უბრალოდ დაინახავდა რაღაცას, გადაწყვეტდა და უყოყმანოდ აკეთებდა შემდეგ ამ რაღაცას. საბოლოოდ, სიამოვნება მქონდა მაგიდასთან მის პირისპირ დამდგარიყავი და მკვლელობაში დამედანაშაულებინა, ამბობდა დეტექტივი კოლინ სატონი. 2022 წელს სერიულმა მკვლელმა ლევი ბელფილდმა აღიარა, რომ 29 წლის წინ დედა-შვილის, ლინდა მეგან რასელების გახმაურებული მკვლელობა ჩაქუჩით ჩაიდინა. მან რასელის მკვლელობის შემზარავი დეტალები გაამხილა, რომლებიც სავარაუდოდ მხოლოდ მკვლელს უნდა ცოდნოდა. რასელების მკვლელობისთვის ნარკომანი მაიკლ სტოუნი არის გასამართლებული, თუმცა ის ყოველთვის უარყოფდა ამ მკვლელობას. სტოუნს 2001 წელს 3 სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს მას შემდეგ, რაც იგი დამნაშავედ ცნეს 45 წლის ქალბატონი რასელისა და მისი 6 წლის ქალიშვილის მკვლელობაში, რომლებიც 1996 წლის ივლისში ქალაქ ჩილენდენში გარდაცვლილები იპოვეს. მას ასევე მიუსაჯეს რასელის მეორე ქალიშვილის, ჯოზის მკვლელობის მცდელობისთვის, რომელიც მაშინ 9 წლის იყო და თავდასხმის დროს თავის არეში მძიმე დაზიანებები მიიღო, თუმცა სასწაულებრივად გადარჩა. ისინი იმ დღეს სოფლის გზაზე მიდიოდნენ სახლისკენ საცურაო გალა ფესტივალზე დასწრების შემდეგ, მაშინ მკვლელმა მათი ოჯახის ძაღლი ლუსიც მოკლა. მათ შეკრული ჰქონდათ ხელები, თვალები ახვეული და ჩაქუჩით ურტყამდნენ. ლინ რასელს თავში სულ მცირე 15-ჯერ ჩაარტყეს. აღიარებაში ბელფილდი ამბობს, მე ყვითელი ფერის ჭურჭლის სარეცხი ხელთათმანები მეცვა და მარჯვენა ხელში ჩაქუჩი მეჭირა. ჩემს მანქანაში მქონდა ხრახნიანი დასაკეცი დანა, ჩაქუჩი და ძალიან გრძელი შავი ჩექმის თასმა. ლინს მივუახლოვდი და მარჯვენა ხელი მაგრად მოვუჭირე, მან თხოვა მისი შვილებისთვის ზიანი არ მიმეყენებინა. ის მშვიდად იყო, მაგრამ რომ დაეყვირა უკეთესი იქნებოდა, მე მას თავს დავესხმებოდი და ბავშვებისთვის ზიანის მიყენების გარეშე წავიდოდი. შემდეგ სიტუაცია უბრალოდ კონტროლიდან გამოვიდა, რაც უფრო მეტად მემორჩილებოდა, მით უფრო მეტად მემატებოდა თავდაჯერებულობა. შემდეგ სამივე ტრასიდან გადავიყვანე და ლინი ვაიძულე მიწაზე დამჯდარიყო. თუმცა ბელფილდის ერთ-ერთმა ყოფილმა პარტნიორმა ქალმა, რომელმაც სასამართლოში მის წინააღმდეგ ადრე მისცა ჩვენება, განაცხადა, რომ რასელების მკვლელობის დღეს ლევი მასთან ერთად იმყოფებოდა და წყვილი ჩილენდენის მახლობლად საერთოდ არ იყო. მოგვიანებით ბელფილდმა ჩვენება უკან წაიღო, ხოლო სისხლის სამართლის საქმეთა განხილვის კომისიამ განაცხადა, რომ არ იქნა ნაპოვნი სანდომტკიცებულება ან არგუმენტი, რომელიც გამოიწვევდა ამ საქმეზე განაჩენის გადახედვის რეალურ შესაძლებლობას. რასელების მკვლელობისთვის სასჯელს ისევ მაიკლ სტოუნი იხდის, რომელსაც 3 სამუდამო პატიმრობა აქვს მისჯილი.